ტელეკომპანია თრიალეთს გორის მეათე საჯარო სკოლის მოსწავლეები სტუმრობდნენ. მათ ნიუსრუმი, სტუდია და საეთერო დაათვალიერეს. გადაცემის მომზადებისა და ჩაწერის სპეციფიკას გაეცვნენ. პატარებს ჟურნალისტებმა ის ეტაპებიც გააცნეს, რომელსაც სიუჟეტი მომზადებისას ეთერამდე გადის. მეათე საჯარო სკოლიდან, გორის რაიონიდან, მე და საზოგადოებაში გავდივართ თემას პროფესიები და ერთ-ერთ ურთულეს პროფესია, ჟურნალისტის პროფესიას და ამ პროფესიის თანმხლებ პროფესიებს ვეცნობით უშუალოდ იმ გარემოში, სადაც საქმიანობა ხორციელდება. მანამდე ჰქონდათ დავალება მიცემული ბავშვებს მოეძიებინათ ინფორმაცია ჟურნალისტის შესახებ, როდის წარმოიშვა ეს პროფესია, როდის გახდა საჭირო, ვინ იყვნენ პირველი ჟურნალისტები, გაეკეთებინათ პრეზენტაციები და უშუალოდ მე არაფორმალურ გარემოში გაცნობოდნენ ჟურნალისტის პროფესიას. დავგეგმეთ ვიზიტი თრიალეთში, უღმესი მადლობა ხელმძღვანელობას დახმარებისთვის და მასპინძლობისთვის. და იმედი მაქვს, რომ ამ პროფესიით სამომავლოდ მომავალ ჟურნალისტებს დავაინტერესებთ ამ ბავშვების სახით. მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ ამჯერად კითხვები თავად დაესვათ ჟურნალისტებისთვის და გადაცემის წამყვანობა მოერგოთ. გამარჯობა, მოგესალმებით. გთხოვთ რომ ითხრათ სად იმყოფებით? ვიმყოფებით ტელეკომპანია თრიალეთში. გამჩნდა სურვილი რომ უნდა ეს ბავშვს გამხდარიყო ჟურნალისტი და მე მომეწონა აქ რომ მოვედი გარემო, განათებები, კამერა და აბსოლუტურად ყველაფერი მომეწონა. დღეს ვესტუმრეთ თრიალეთს და კითხვები დავუსვით ჟურნალისტებს. რა კითხვა გქონდა? ყველაზე მეტად ბავშვობიდანვე თუ გინდოდათ ჟურნალისტი რო გამოსულიყვეთ. ტელერადიო კომპანია თრიალეთი 30 წელზე მედია მაუწყებლობს და ის რეგიონალურ მედია ორგანიზაციების რეიტინგში მაღალ საფეხურზე დგას.